ჭერმის კლდეები. ამ ობიექტზე მეც პირველად მივდივარ წითელ წიგნში და სხვა ლიტერატურაში, სადაც ამ ობიექტზე საუბარი, რამდენიმე ვერსია მისასვლელი გზის. ძირითადად ეს არის მთავარი მაგისტრალიდან ადის ძველი საურმე გზა, ძველი ბილიკი. მეორე ვარიანტი არის ფილმებზე არის დათანილი ეს ობიექტი, ჭერმის კლდეებად არის მონიშნული. საინტერესოა რამდენად ზუსტად არის. მუხად გვერდის სასაფლაოს მხრიდან მისვლა იდეაში უფრო მარტივი ჩანს, არის მონასტერი და მონასტრამდე მიდის საავტომობილო გზა. უკვე მონასტრიდან მცირე მანძილი რჩება მონიშნულ ჭერმის კლდება. მოკლედ ნახოთ რა შედეგები გვექნება. პირველი მცდელობა გვიქნება ესე ვთქვათ დიდი დიღმიდან ავად მხატვრების სასაფლაოზე, წავართ მხატვრების სასაფლაოს მიმართულებით და შემდეგ უკვე მონასტრისკენ და მონასტრიდან ჩავალთ ქვევით. ნახოთ გზა დაყენია მანიშნებელი მონასტერი რამდენიმე მიმართულებით იყოფა გზა და მანიშნებლები ისეა, რომ ნამდვილად მიაგნებთ კაძრიდან მე ძალიან იოლად ამოხვალთ ბილიკიც გამოწყობილი უშუალოდ ჭერმის კლდეების მთავარ ღირსშესანიშნაობამ თან ყველაფერთან ერთად ძალიან ლამაზი ხედი იშლება აქედან ჯვრის მონასტრის, ტყრის ხეობის, ზედაზნის მონასტრის, საგურამოიანოს ქედის, ცხეთის მიმართულებით. საფრთხურებიც გამოუჭრიათ საფრთხოთგან ადგილებისთვის. კიბეც არის მოწყობილი. სიმში უნდა ითქვას, რომ წითელ წიგნში ლიტერატურაში როგორც არის დახასიათებული, იმასთან შედარებით შეცვლილია მდგომარეობა. იოლად მისასვლელია მონასტრამდე მოხვდით ავტომობილით. შემდეგ უკვე ძალიან მცირე მანძილი სამავრო დაგჩნდებათ ფეხით. ზუსტად იმ ადგილს არ ემთხვევა, სადაც რუკაზეა მონიშნული, მთავარი, რა თქმა უნდა, მთლიანად ეს გაგრძელება ჭერმის კლდეების სახელით შეგვიძლია მოვიხსენიო. კლდე. მაგრამ კონკრეტულად ის მთავარი ღირსშესანიშნაობა ამ კლდეების ყველაზე გამორჩეული ფორმა ერთ-ერთი ეს თაღი ცოტა სხვა ადგილას არის მონიშნული, ზუსტად მონასტრის თავზე. გარდა ამისა, აქვე არის რამდენიმე ღრმა ჩაღრმავება. სოფში წყალია დაგროვილი. ეს ჩაღრმავებები არც ერთი არ გავს ერთმანეთს. ყველა თავისებურად უნიკალურია. მათი დიამეტრი ზოგ შემთხვევაში მეტრ-ნახევარსაც კი აღწევს. თბილისთან ძალიან ახლოს გამორჩეული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ძალიან იოლად მისასვლელია, მაგრამ ნაკლებად არის ცნობილი, არ ვიცი რის გამო, ალბათ აქვს თავის მიზეზი. ეს არის ჭერმის კლდეები. ბუნების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი, რომელიც თავის დროზე წითელ წიგნშიც იყო შეტანილი. პრინციპში ვერაც ვინახავს ამ თემატიკის შესახებ არსებული ლიტერატურა ყველგან არის მოხსენიებული, იმიტომ რომ გარდა ესთეტიურად მიმზიდველი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობის, აქედან შესანიშნავი ხედი იშლება ტყრის ხეობაზე, ქალაქ მცხეთაზე, ჯვრის მონასტერზე და პლუს ამას დამატებული აქვე არის
მოქმედი მონასტერი, სადაც ძალიან გულთბილად მიგიღებენ. ეს ადგილი აგებულია ოლიგოცენ-მიოცენის პერიოდის არქეოლოგიური ქვიშაქვებით და შემდეგ უკვე ათასობით წლის განმავლობაში ქარის წვიმის და სხვა გარეგანი ფაქტორების შედეგად წარმოიქმნა ესეთი გამორჩეული საინტერესო ფორმები. თავად პროცესი საკმაოდ მარტივია. ქარი და წვიმა განუწყვეტლივ ზემოქმედებს კლდეებზე. ეს მუდმივი შეტევა განუწყვეტლივ აცლის ქვიშის პაწაწინა ნაწილაკებს. ქარსა და წყალს ეს პაწაწინა ნაწილაკები უბრალოდ მიაქვს. ახლა კი წარმოიდგინეთ ეს პროცესი მილიონობით წლის განმავლობაში და შესაბამისად ვიღებთ ესეთ საინტერესო გამორჩეულ ბუნებრივ ფორმებს. მოცემული თაღის სიგანე 3 მეტრამდეა. მისი სიმაღლე კი 2 მეტრს აჭარბებს. ხოლო თავად თაღის სისქე 1 მეტრამდეა. ჭერმის კლდეები ფსევდოკარსტისა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ეს მართლა ჩვენი ქვეყნის გეოლოგიური საგანძურია, რომელსაც მოფრთხილება ჭირდება. მისი მაღალი სამეცნიერო ღირებულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გარკვეულ არეალს მაინც მიენიჭოს დაცული ტერიტორიის სტატუსი, რათა იგი შემოვნახოთ ჩვენს მომავალ თაობებს. ხო, ბოლოს დავფიქრდეთ, რომ თუ ესეთი გამორჩეული ბუნებრივი საოცრება დედაქალაქიდან ესე ახლოს მანძილზე იმყოფება, კიდევ რამდენი ნაკლებად ცნობილი ბუნებრივი შედევრი შეიძლება იყოს ჩვენს გარშემო, რომელსაც ხშირად ისე ჩაუვლით ხოლმე, რომ მის ღირებულებას ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენი პროექტი ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გამორჩეული ბუნების მხარდაჭერით და ჩვენი დიდი მონდომებით. შესაბამისად, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდეთ ხოლმე ვიდეოებს საქართველოს გამორჩეული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების შესახებ.